ანანურში ვამუშავებდით დღეს ერთ-ერთ მებაღეობის ტერიტორიას და გზად გავჩერდით მემორიალთან, რომელიც ძალიან სიმბოლური არის და მოც მოგვინდა რომ ამეზიარებინა თქვენთვის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე და რომელიც ძალიან ბევრს დაგჭირდებათ და ძალიან ბევრს სხვაგვარად დაგანახებთ იმ რეალობას, რაშიც ყველა ერთად ვიმყოფებით. ეხლა სიმბოლური რატო არის და რატო ავირჩიეთ ეს ლოკაცია? თავისთავად ყველასთვის ცნობილია, რომ ისტორია, რომელზეც ეს მემორიალი მოგვითხრობს და ამაზე საუბრებას ხვევს, არის უტეხობის, დაუმორჩილებლობის და ბრძოლის სიმბოლო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იგივე გზა გაქვთ გასავლელი თქვენს ადამიანებს, ვინც ფლობდით გარკვეულ საკუთრებას და დღეს ის ხალხი არის მომართული ამ ქონების წასართმევად, ვინც ყველაზე მეტად იჩემებს თქვენს მეგობრობას. ზუსტად ის, ვინც იძახის, რომ მე ვარ ყველაზე დიდი მეგობარი ამის დაბრუნების საკითხში, ის არის თქვენი მტერი. და თან ამ ყველაფერზე საუბრობს, რომ უფასო დაპირებს თორმე თქვენ მაგივრად ეს ყველაფერი გააკეთოს და აღრიცხოს და საბოლოო ჯამში მესაკუთრეს დაუბრუნოს თავისი კუთვნილი ქონება. რეალობა კი არის შემდეგი, რომ როდესაც მე ვიწყებდი პირადად ჩემი ნაკვეთის მოძიებას, საიდანაც წამოვიდა საერთოდ ამ საქმიანობის იდეა, პირველი დაბრკოლება, რაც მივიღე, იყო საარქივო ცნობა. და დღეს ზუსტად არქივზე, საარქივო საქმიანობაზე და აქ არსებულ პრობლემებზე მინდა გესაუბროთ და მინდა რომ სტიმული მოგცეთ, რომ ის რაც მე გავიარე, ეს გადაგედოთ თქვენც და ამით მიიღოთ ის შედეგი, რაც გინდათ რომ მიიღოთ და სხვა გზა ფიზიკურად ამ შედეგის მიღების არ არსებობს. თუ არა დაუმორჩილებლობა და უტეხობა ამ გზაზე. როგორც გითხარით, პირველი რაც ჩემი ნაკვეთის ძიების დროს რამოდენიმე წლის წინ გავაკეთე, იყო ის, რომ მივმართე არქივს კითხვით, რომ ხომ არ იძებნებოდა რაიმე მონაცემი ჩემ შესახებ. და რა თქმა უნდა, მოვიდა აქედან პასუხი, რომ არანაირი დოკუმენტი არ იძებნება. ეხლა ნორმალურ მოცემულობაში ალბათ უნდა გაჩერდე ხო ადამიანი და თქვა, რომ თუ არქივს არ აქვს, ესე იგი დამთავრდა ყველაფერი და ვის შეიძლება რომ კიდე გქონდეს და ჩაიქნიო ხელი, რომ აი ამდენი წელი გავიდა, ეხლა ამას რა ნახავს, რა დააკავშირებს, რა მოძებნის და ეს თითქოს უწყინარი ორგანიზაცია და ამავდროულად მნიშვნელოვანი ამ ჯაჭვში, რომელიც რეგისტრაციის პროცესში გჭირდებათ, საკუთარი გულუფრყვილობით, საკუთარი, ასე ვთქვათ, დაუდევრობით მე ვერ ვიტყოდი, რომ ეროვნული არქივი და იქ მომუშავე ხალხი ეხლა დაინტერესებულია, რომ თქვენ განზრახ რაღაც წაგართვათ. ასე ნამდვილად არ არის. ეროვნული არქივი ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს, ძალიან ბევრი ინფორმაციას ინახავს და სწორედ არქივმა გადაარჩინა ის მასალები, რაც თქვენ დღეს გაძლევთ საშუალებას, რომ დაადასტუროთ თქვენი კუთვნილების ფაქტი ამა თუ იმ უბანზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ იქ არსებული ჩანაწერები თქვენთან სრულყოფილად მოვიდეს, ამისთვის არის საჭირო შესაბამისი ცოდნა, შესაბამისი კადრები, რომლის რესურსით სამწუხაროდ საარქივო სისტემებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქ საუბარი არ არის მხოლოდ თბილისის არქივზე ან უახლესი ისტორიის არქივზე ან თქვათ რეგიონალურ არქივზე. ყველა საარქივო სივრცეში ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სახეზეა ერთ და იგივე პრობლემა, რომ არ არის ეს საბუთები და ეს დოკუმენტები დანახული იურისტის თვალით, არ არის დანახული სამართალმცოდნის თვალით და ამიტომ ჭირს მოძიება, დაკავშირება და თქვენ ზუსტად ამ გზას იზიარებთ ყველა, რომ მიდიხართ, ითხოვთ საჯარო რეესტრში ნაკვეთის რეგისტრაციას, რეესტრი წერს განცხადებას არქივის სახელზე, არქივი იწერება, რომ ცნობა არ იძებნება და ამაზე დაყრდნობით შემდეგ უკვე რეესტრი ხშირ შემთხვევაში გეუნებათ უარს. და თქვენც, ასე ვთქვათ, ანებებთ ამ ძიების და რეგისტრაციის პროცესს თავს. მაგრამ ისევე როგორც მე არ დაუმორჩილდი, ასე რომ ვთქვათ, და არ მივიღე მოცემულობა
ის რაც შემომთავაზა თავის დროზე მარეგისტრირებელმა და საარქივო სისტემამ რეალობად და დავიწყე ალტერნატიული გზების ძიება, რომელიც უკვე დღეს იქამდე მივიდა, რომ ადამიანები წარმოიდგინეთ უდიდესი ნაწილი ჩემთან მას შემდეგ მოდის და ჩვენთან მას შემდეგ მოდის, რაც თვითონ ცდილობენ მოიძიონ და არაერთხელ მიღებული უარის შემდეგ ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩვენ ვპოულობთ საბუთს, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტია და მარეგისტრირებულისთვისაც სავალდებულო დოკუმენტია რეგისტრაციის პროცესში. მაგრამ ეს ყველაფერი თავისთვის ვერ მოხდება, როგორც გითხარით, არქივს ამის რესურსი არ გააჩნია. საჯარო რეესტრი და ყველა ის ორგანიზაცია, ვისაც ამის აღრიცხვა, სისტემატიზაცია ავალია, ამით დაინტერესებული არ არის, მათი ამოცანა არის, რომ ქონებები, რომელსაც საკუთრება ვერ დაუდასტურდება, კერძო საკუთრება გახდეს მათი საკუთრება და პრაქტიკულად რჩებით ერთი ერთზე ამ გამოწვევის წინაშე და თქვენ უნდა გააკეთოთ, თქვენ არ უნდა მიიღოთ მოცემულობად ის უარები, რომლებიც ან მოსული გაქვთ, ან მომავალში მოგივათ და შეეცადეთ ალტერნატიული გზებით არქივს აქვს საშუალება, მეც მაგალითად თავის დროზე ვიდრე ამ ყველაფერს სისტემატიზაციას გავუკეთებდი, მოხალისედ დავიწყე მუშაობა და ჩემ საქმეზე რომ არ მივიღე ეს როგორც ჭეშმარიტება, მე თვითონ დავიწყე ჩემი მასალების მოძიება და ზუსტად იქ მივხვდი რამხელა პრობლემა იყო და რამხელა პრობლემასთან მოუწევდა შეჯახება ჩვეულებრივ ადამიანს, ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს და აი აქედან წამოვიდა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, უტეხობის, დაუმორჩილებლობის და შემოთავაზებული მოცემულობის არ მიღების ხარჯზე. იგივე უნდა გააკეთოთ თქვენც და უბრალოდ ჩემგან განსხვავებით, ეხლა უკვე დროში ხართ შეზღუდული, რადგან არსებული რეგულაციების მიხედვით ეს უნდა გააკეთოთ სწრაფად. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ქონება, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფო საკუთრება და არავინ თქვენ საქმეს თქვენ მაგივრად არ გააკეთებს. თან მით უმეტეს უფალს.